გამარჯობა მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს და დღეს მინდა გესაუბროთ ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებზე საშობაო სიმღერა და არა მარტო ამაზე, არამედ ზოგადად სხვადასხვა ტრადიციებზე, რომელსაც ეს ნაწარმოები უკავშირდება. როგორც იცით, დღევანდელი საშობაო ტრადიციები, რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე, თუნდაც რაღაცნაირად წუწუნს ამ თემაზე და ზოგადად მუდმივად განხილვის თემა არის ხოლმე, რომ უფრო რაღაცნაირად მარკეტინგული თემა არის ეს, ხო? და იმაზე რაღაც ინდუსტრიად გადაიქცა უფრო საშობაო ტრადიციები, ვიდრე იმად რა დატვირთვაც რეალურად უნდა ჰქონდეს, თქვათ, რელიგიური, ამ შემთხვევაში თუ სულიერებაზე დაფუძნებული ტრადიციები, ეს რაღაცნაირად იქცა მარკეტინგის, ფულის დახარჯვის, საჩუქრების და ასე შემდეგ კულტურად, მაგალითად, საქართველოში არ ვიცი ეს რამდენად როგორ არის, მაგრამ ამერიკაში მაგალითად ყოველწლიურად დაახლოებით 900 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე, ან შეიძლება უფრო მეტი იხარჯებოდეს საშობაო საჩუქრებზე და მზადებაზე ზოგადად. ანუ რაღაც მომენტში ეს შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი ინდუსტრია არის, საშობაო ინდუსტრია, როგორც ესეთი, ამაზე მზადება მიდის მთელი წლის განმავლობაში, მარკეტინგული სააგენტოები ზაფხულში იწყებენ ამ თემაზე მუშაობას და რეკლამების გადაღებას და ასე შემდეგ. იქ ჩვენ ვიცით კოკა-კოლას უდიდესი ტრადიცია აქვს საშობაო საახალწლოდ, რეკლამები, თქვათ, აღლუმი, მანქანების და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს თავისთავად იქიდან არის გამომდინარე, რომ მაგალითად თავის დროზე კოკა-კოლა და ზოგადად გამაგრილებელი სასმელები იყო ასოცირებული იმასთან, რომ ზაფხულში და მაშინ სვავდი, როდესაც გცხელოდა, მაგრამ გაყიდვების ასაწევად თავისთავად საჭირო იყო ის, რომ ეს სასმელი შესულიყო ოჯახებში მაშინ, როდესაც ხალხს არ ცხელოდა. და შესაბამისად, ანუ აი ეს მარკეტინგული ხრიკები და გეგმები დაიგეგმა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ზღვარი და თუ კავშირი სიცხესა და გამაგრილებელ სასმელს შორის წაშლილიყო და კოკა-კოლა შესულიყო ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში. აქ ჩვენ ვიცით ასევე ურბანული ლეგენდა, რომ სანტა-კლაუსი, თანამედროვე სანტა-კლაუსი გამოიგონა კოკა-კოლამ, რაც არ შეეფერება სიმართლეს, უბრალოდ რაღაც მომენტში უფრო მასობრივი გახადა ეს კონკრეტული იმიჯი, თუმცა მაგალითად ჩვენ ხვდებით ადრინდელ, ბევრად უფრო ადრინდელ გამოსახულებებს სანტა-კლაუსის, ან თუნდაც სენტ ნიკოლას ესე მოიხსენიებდნენ, ანუ წმინდა ნიკოლოზის, რომელსაც ასახავს ეგრეთ წოდებული თოვლის პაპა და წმინდა კლაუსი, სანტა-კლაუსი, რომელშიც ზუსტად ამავე ფერებში და ამ იმიჯში არის გამოწყობილი, როგორც მე კოკა-კოლამ აქცია აი ამ თანამედროვე სახედ სანტა-კლაუსის. ანუ აქცია რა უფრო პოპულარობა გაუწია და დღესაც მაგალითისთვის ეს არის ყველაზე პოპულარული და მისაღები იმიჯი სანტა-კლაუსისა. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და იქ მე ხა მაგალითად საბჭოთა კავშირში დაბადებული ბავშვი ვარ და 6 წლამდე საბჭოთა ბავშვი ვიყავი და ჯერ კიდე რაღაცნაირად შემორჩენილი იყო ჩემს ადრეულ ბავშვობაში. საბჭოთა თოვლის ბაბუა, ძედმაროზი ყავდა, ფიფქია, ეგრეთ წოდებული სნეგუროჩკა და საბჭოთა კავშირში იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაღაცა მასობრივი მარკეტინგისა და ამ ტიპის ამერიკანიზებული ტრადიციების მიმართ არ იყო მაინც და მაინც კარგი განწყობა რბილად რომ თქვათ, იმათ თავისი ის ჰქონდათ. მე საქართველოში ჩვენ ვიცით, რომ თოვლის პაპას უფრო სხვა ტრადიცია აქვს, მე ამისი პოპულარიზებაც იყო რაღაცნაირად ცადეთ, ხურჯინი სვანეთიდან ჩამოყვანა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც არ გამოვიდა და მგონია, რომ ქართულმა მარკეტინგმაც და შესაბამისად მასობრივმა მოხმარებამ, როდესაც საქმე შობა ახალი წლის პროდუქტს ეხება, როგორც ესეთი, გადაერთო სანტა-კლაუსზე და სანტა-კლაუსი არის დღემდე სახე შობა ახალი წლისა, თუმცა ქართულ აზროვნებაში მაინც და მაინც არ გამქრალა, იმიტომ რომ ყოველთვის ვახსენებთ თოვლის პაპას, თოვლის ბაბუას, ვინ მოგიტანა თოვლის ბაბუამ, ვინ გიყიდა თოვლის ბაბუა. სანტა-კლაუსი კი რაღაცა კონკურენციას უწევს და შეიძლება უფრო მეტად პოპულარულიც არის ეხა ზუსტად აი ამ მარკეტინგული თემებიდან გამომდინარე, მაგრამ თოვლის პაპა და თოვლის ბაბუა მაინც შემორჩენილი, ვფიქრობ, რომ
ძალიან კარგი იქნებოდა თავის დროზე ამაზე მე როდესაც ვმუშაობდი მარკეტინგის სფეროში, მაშინაც რაღაცნაირად იდეები მქონდა და ძალიან მინდოდა რომ რაღაცა ესეთი კოკაკოლური აი მასშტაბის რაღაცა კამპანია გაგვეკეთებინა იმასთან დაკავშირებით რომ თოვლის პაპის პოპულარიზაცია მომხდარიყო საქართველოში უფრო მეტად და ის წამოწეული იყო წინ, მაგრამ რაღაცაით არ გამოვიდა. ხო და მოკლედ ამ თემებზე რაღაცებს ვკითხულობდი და იქ წავაწყდი სტატიებს იმის შესახებ, რომ მაგალითად ვიქტორიანულ ინგლისში მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეშიც კი გადმოვიდა ეს ტრადიცია. იყო ტრადიცია იმის შესახებ, რომ შობის პერიოდში ხშირად ყვებოდნენ ხოლმე საშიშ ამბებს, მოჩვენებებზე. პოპულარული სიმღერა, რომელსაც ასრულებს ენდი უილიამსი და მას ქვია The Most Wonderful Time of the Year. ალბათ ყველას გახსოვთ ეს სიმღერა It's the Most Wonderful Time of the Year. მაგ სიმღერაზე არის მაგალითად ერთი ფრაზა, ზოგადად ეხა სიმართლეს გეტყვით, რომ ისე როგორც ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცა ისეთ პოპულარულ სიმღერას, რომ ყურს აუყოლებ და უბრალოდ გესმის და თან ცოტა მობეზრებულის გაქვს რაღაც მომენტში საშობაო სიმღერები, ტექსტს არ დაუკვირვები ვარ, მაინც და მაინც დეტალურად და იქ ყოფილა თურმე ესეთი ფრაზა, როდესაც ჩამოთვლის ენდი უილიამსი ამ სიმღერაში სხვადასხვა საშობაო ტრადიციებს, იქ ამბობს ესეთ ფრაზას, მოუყვებით საშიშ ამბებს მოჩვენებებზე, there'll be scary ghost stories. ესეთ ფრაზას ამბობს ამ სიმღერაში. ხო და ეს ყოფილა ძალიან ისეთი დიდი ტრადიცია ვიქტორიანულ ინგლისში და შემდეგ უკვე ჰენრი ჯეიმსმა ამერიკაშიც დაამკვიდრა ეს ტრადიცია. თუმცა მერე უკვე როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ირლანდიელი და პოლონელი ემიგრანტები ჩავიდნენ და რაღაცა ჰელოუინი წამოიწია წინ და ჰელოუინზე დაიწყო რაღაცა აი ამ მოჩვენებების, მონსტრების და ასე შემდეგ აი ამ ეს ტრადიცია დამკვიდრდა. შობა როგორც ესეთი უფრო საკრალური გახდა, უფრო რელიგიური და ანუ აი ეს რაღაცა საშიშობა აღარ მოსდევდა თან. ბრიტანელი მწერალი და იუმორისტი ჯერომ კეი ჯერომი წერს, რომ არაფერი არის შობის დროს იმაზე უკეთესი, ვიდრე ცეცხლის გარშემო დაждდომა და მოჩვენებებზე ამბების მოყოლა. და შესაბამისად აი ამ ტრადიციიდან გამომდინარე იყო ის, რომ ჩარლზ დიკენსმა დაწერა საშობაო ზღაპარი. მთელი აი ეს ფაბულა, რომელიც აქვს მას აღებული, ჩვენ ვიცით ებანიზერ სკრუჯთან მიდის 4 მოჩვენება, ერთი მისი ყოფილი პარტნიორისა, ხოლო შემდეგ უკვე შობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოჩვენებები და ისინი მას აჩვენებენ სხვადასხვა დროს მისი ცხოვრებისა. საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, ტექნიკურად და ჟანრობრივად რომ მივუდგეთ, დიკენსის ეს ნაწარმოები არის ghost story, ანუ ამბავი მოჩვენებებზე. თავისთავად ეხა დიდაქტიკური არის და გვასწავლის იმაზე, რომ სიძუნწე ცუდია და აუცილებლად უნდა ვიყოთ ხელგაშლილები. მაგალითად, სამეცნიერო რასურმში, რომელიც გამოქვეყნდა 1994 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში, ავტორი ოდრი ჯეფი, რომელსაც ნაშრომს ქვია ვიზუალურობა და იდეოლოგია დიკენსის საშობაო სიმღერაში, ის გვეუბნება, რომ ეს ისტორია მიმართული იყო და მისი დიდაქტიკურობა და დიდაქტიკური ტონი მიმართული იყო მაშინდელი მდიდარი მკითხველისთვის, იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელგაშლილები ყოფილიყვნენ და ის ამბობს, რომ რა თქმა უნდა არსებობდა ტრადიცია იმის შესახებ, რომ მაგალითად მე-18 საუკუნეში, რომელიც მოგვითხრობდა ესეთ ხელგაშლილობაზე და გაჭირვებულების დახმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ამ ნაწარმოებით და ზოგადად მე-19 საუკუნის ლიტერატურაში ეს ტონი უფრო შეიცვალა, უფრო რაღაცა მეტი სახე მიიღო და აი დიკენსის მთელი ეს ნაწარმოები ეძღვნება იმას, რომ აი ეს ხელგაშლილობა როგორი კარგია და სასარგებლო არის იმ ადამიანებისთვის პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ სხვებსაც ეხმარებიან და თავისთავად ჩვენ ამას ამ ნაწარმოებში ვხედავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო ეს ყველაფერი ჟანრობრივად არის, უფრო რაღაცნაირად ესეთი მოჩვენებებზე ამბავი, ზღაპარი მოჩვენებებზე. ანუ ასე ვთქვათ ghost story. სხვათა შორის ეს იმდენად საშობაო და მაგალითად 25 დეკემბერი ეს იმდენად აღიქმებოდა უფრო რაღაცნაირად წარმართულ დღესასწაულთან, რადგან ეს არ იყო ნახსენები ბიბლიაში და სახარებაში ასოცირებული იყო უფრო ძველ ტრადიციებთან, რომ როდესაც მაგალითად ინგლისში პურიტანები მოვიდნენ და პურიტანები მართავდნენ ქვეყანას, აკრძალეს საერთოდ.
ეს ტრადიციები უმეტესობა და მაგალითად საშობაო სიმღერებმა და რაღაც ტრადიციებმა რაღაც მომენტში ცოტა underground-ში გადაინაცვლეს, რომელიც მე რა თქმა უნდა აღდგა ისევ თავისთავად, მაგრამ მე ნელ-ნელა უფრო სხვადასხვა სახე მიეცა ამ თემას და მათ შორის იყო ეს მოჩვენებებზე ამბების მოყოლა ამ პერიოდში. და სხვათა შორის ამავე დროს იყო თურმე ამ თემაზე როდესაც ვკითხულობდი რაღაცებს, იქ წავაწყდი ამბავს, რომ თურმე ამ დროს იყო ტრადიცია იმისა, რომ რაღაცა უცნაურ საშობაო ბარათებს უგზავნიდნენ და უძღვნიდნენ ადამიანები ერთმანეთს და ეს რაღაც მომენტში ყოფილა ის რომ თურმე უფრო მასობრივი გახადა ხელოვნება, იმიტომ რომ ღარიბ ადამიანებსაც შეეძლოთ უკვე რომ ჰქონოდათ რაღაცა ხელოვნების ნიმუშები, რომელსაც მე ჩამოკიდებდნენ, ან მაგალითად ალბომებს აკეთებდნენ თურმე ამ იმებიდან და აქ გაჩვენებთ რამდენიმე მაგალითს. ძალიან უცნაურად გამოიყურება და თავისთავად აქვს აი ეს რაღაცა ჰორორის ელემენტები. ჯერ ხო ძალიან უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი აქ ხედავთ მაგალითად რომ რაღაცა ბავშვი იტანჯება და უჭში შეკრულობაზე არის მე მგონი indigestion ესე აწერია ამას და თან გვისურვებს ბარათის ავტორი ბედნიერ შობა ახალ წელს მე ჩვენ ვხედავთ აი მაგალითად ეს უცნაური ცეკვა რაღაცა საშინელი სახეებით არიან ეს გირჩები წარმოდგენილი და აი ეს ვაშლი საოცარი კომბოსტო რომელიც რატომ არის ესე და რა შუაში არის ახალ წელთან ან რა შუაში არის შობასთან არ ვიცით მაგრამ გვისურვებს ბედნიერ ახალ წელს საშინელება რომელიც ვიღაცა ტიპს ელოდება და იქ ქვემოთ ჩვენ ვკითხულობთ რომ a jolly Christmas მხიარული შობა აქ მაგალითად ლოთი ჩიტები გვყავს ეს რაღაცა საშინელი თეთრი დათვი რომელიც საერთოდ არ გავს კოკა-კოლის თეთრ დათვებს აი ეს ვაშლისა და სანთლის რაღაცა სიყვარული აი ეს რაღაც საშინელება რომელშიც მაგალითად ხედავთ რომ როგორ ხარშავს ვიღაცა ქალი ბავშვს 1890 წლის საახალწლო ბარათი არის რომლითაც გვისურვებენ ბედნიერ ახალ წელს. ხო, ეს არ ვიცი საერთოდ აქ რა არის, აქ მე მგონი ევროპის გარყვნილების დასაბამი ზუსტად აი აქედან დაიწყო ამ ბარათიდან. აი ეს ჭარხალმენი ალბათ არ ვიცი, რომელიც ინგლისელი ჭარხალ ჯენტლმენი არის, რომელიც გვისურვებს ბედნიერ შობას. ხო და მოკლედ აი ეს ტრადიციები ყოფილა ვიქტორიანულ ინგლისში, რომელიც როგორც აღნიშნე, გადმოვიდა მე-20 საუკუნემდე, მერე უკვე ემიგრანტების დახმარებით ეს რაღაცა საშინელებებთან ასოცირება გადავიდა უფრო ჰელოუინზე და შობა დარჩა უფრო ესეთი რელიგიური ქრისტიანული დღესასწაული და მერე უფრო მასობრივად ეს ყველაფერი მოხდა იმითი რომ თავისთავად იქ რაღაც კოკა-კოლამ გადაწყვიტა რომ რაღაცეები გაეკეთებინა და მერე ამას თავისთავად აყვა უკვე სხვა ბრენდები და სხვა მარკეტინგული ხრიკები და კამპანიები და საბოლოო ჯამში როგორც აღნიშნე დღესდღეობით ეს არის თითქმის ტრილიონიანი ინდუსტრია მხოლოდ ამერიკაში და მსოფლიო გარშემო ეს თავისთავად ალბათ უფრო მეტი იქნება თან ამას რაღაცნაირად ისიც ჩვენ ვიცით რომ ზოგადად მაგალითად აი საქართველოში იყო ხოლმე ის მომენტი რომ რაღაცნაირად ესეთი სოციალური პასუხისმგებლობაც მოყვება იმისგან რომ აუცილებლად კარგად უნდა იყოს სადღაც უნდა მიდიოდეს სადღაც უნდა ხვდებოდე ჯერ სახში მერე სადღაც ანუ აი ეს თემები მუდმივად არის სუფრა გაშლილი უნდა იყოს იქ ვიღაცას უჭირს და იმ რაღაცა უნდა ედოს იმაზე რა ქვია საახალწლო სუფრაზე და ესეც თავისთავად რაღაცნაირად იქცა აი ამ ალბათ ინდუსტრიადაც შეიძლება რომ შეფასდეს ეს ყველაფერი. მოკლედ აი ეს შესავალი რომელიც ზოგადად ტრადიციებზე იყო საუბარი და აი ამ როგორც აღნიშნე აი ამ რაღაცა მოჩვენებებზე ჟანრობრივი ტრადიციის გამოძახილი იყო ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერა რომელიც სხვათა შორის მინდა გირჩიოთ რომ თუ არ აქვს წაკითხული და თუ არ გაქვთ წაკითხული ინგლისურად აუცილებლად წაიკითხოთ მაგალითისთვის თუ გაქვთ iPhone-ი ან iPad-ი ან Apple-ის კომპიუტერი უფასოდ შეგიძლიათ ნახოთ iBooks-ზე Apple-ის წიგნების აპლიკაციაში იქვე არის აუდიო წიგნი რომელსაც ლავარ ბარტონი კითხულობს და მე გადავწყვიტე რომ ეს პარალელური პირველად ვცადე სხვათა შორის ეს მინდოდა მეცადა და რადგან უფასო იყო წიგნიც და აუდიო წიგნიც გადავწყვიტე რომ მეცადა ამითი თან უსმენ აუდიო წიგნს და თან ვკითხულობდი წიგნს და გაამართლა რა ნორმალური იყო და თან ლავარ ბარტონი შესანიშნავად კითხულობს ამ წიგნს და აუცილებლად
გირჩევთ და თავად ნაწარმოებს რაც შეეხება ჯერ პატარა შესავალს ამ ნაწარმოების ისტორიაზეც გეტყვით მაგალითად არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ამაზე მაინტერესებდა როდის გადაითარგმნა პირველად ქართულ ენაზე და ამაზე წავაწყდი ნაშრომს რომელიც ეკუთვნის მარიკა ოძელს და გამოცემული არის თბილისში 1999 წელს და იქ ამოვიკითხე რომ თურმე პირველი თარგმანი ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერისა ყოფილა 1895 წელს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ მოამბეში რომელიც შემდეგ ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის დახმარებით ვიპოვე კიდევაც და იქ თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ამ გამოცემას ამის ლინკიც რა თქმა უნდა იქნება აღწერაში და შეგიძლიათ რომ წაიკითხოთ ეს პირველი თარგმანი თუმცა სიმართლე რომ გითხრათ პირველი რამდენიმე აბზაცი წავიკითხე და მაინც კარგი თარგმანი არ არის და თვითონ ამ ნაშრომის ავტორს უწერია რომ ეს უფრო თარგმანი არის იმიტომ რომ რაღაცა რუსული დედანიდან არ არის ნათარგმნი არამედ რუსულიდან არის ნათარგმნი ეს და შესაბამისად ალბათ იმათ ამოიღეს რაღაცეები და ცუდი თარგმანი იყო და შესაბამისად მე ქართულად თარგმანი რო გადმოვიდა ამ ფორმით გადმოვიდა ქართულ ენაზეც გამოცემული არის დიკენსის საშობაო სიმღერა რამდენიც ვნახე ეს გამოცემა პალიტრაილს აქვს შეგიძლიათ შეიძინოთ აუცილებლად გირჩევთ დიკენსი ძალიან ბავშვობაში მაქვს საკითხული და ეგერ მიდევს აქ დევიდ კოპერფილდი რომელიც ცოტა ხნის წინ ვიყიდე ჩემს მეორადი წიგნების მაღაზიაში იმიტომ რომ ბავშვობაში წავიკითხე დაახლოებით 11 წლის ასაკში ქართულად საყმაწვილო ბიბლიოთეკა ესეთი სერია იყო და ძალიან მომეწონა მაშინ და ამაზე მე აუცილებლად ვისაუბრებ როგორ გავიცანი დიკენსი და რა განცდები გამოიწვია მაგრამ ამას ჯერ ხელს არ ვყიდებ იმიტომ რომ ეხა რაღაცა 5 წიგნს ვკითხულობ და რო დავამთავრებ მაგის კითხვას ჩემ თავში შევყიდი რომ ამას არ დავიწყებ სანამ 5 წიგნს არ დავამთავრებ და მე გადავდივარ ამაზე იმიტომ რომ აუცილებლად უნდა წავიკითხო იმიტომ რომ ეხა ქრისმეს ქეროლი რო წავიკითხე ინგლისურად ესეც არ მქონდა წაკითხული უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა შეიძლება ითქვას რომ დიკენსი ინგლისური პირველი ნაწარმოები იყო ზუსტად საშობაო სიმღერა რომელიც წავიკითხე და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მისი თხრობის სტილმა და ისეთ აი რაღაცნაირად არქაულ ინგლისურზე არამედ აი თანამედროვე საუკეთესო ინგლისური და თხრობის სტილით აქვს დაწერილი ეს ნაწარმოები და სიმართლე გითხრათ ერთი სული მაქვს როდის გადავიკითხავ დევიდ კოპერფილდსაც და მე ვაპირებ რომ სხვა მისი ნაწარმოებიც წავიკითხო ინგლისურად არა თუ სხვა არამედ ალბათ ყველას წავიკითხავ რამდენიმე მონიშნული მაქვს სხვათა შორის ყველა მათგანი არის უფასო Apple-ის iBook-ის აპლიკაციაში და ელექტრონულად თუ გინდათ და ინგლისურად აუცილებლად გირჩევთ რომ ნახოთ იქ და იქიდან გადმოიწეროთ. ხო და რაც შეეხება ეხა თავად ამ ნაწარმოებს, ანუ საშობაო სიმღერას. მოკლედ აქ ისეთი ამბავი ყოფილა, რომ თურმე საშობაო სიმღერა მოუპარავთ კიდევაც ჩარლზ დიკენსისთვის და გამოუციათ ვიღაცებს, მანამდე ორი მოთხრობა მოუპარავთ მისთვის და გამოუცია რაღაცა მოდაიჯესტო ლიტერატურულ ჟურნალებს, რომელიც უფრო იაფად იყიდებოდა, იმიტომ რომ რაღაცა შემოკლებას აკეთებდნენ ტექსტების და უფრო მასებში ავრცელებდნენ და რაღაც მომენტში ესეც შეიძლება რომ კარგი იყოს რომ უფრო მასობრივი გახადეს მისი ნაწარმოები და ალბათ მაშინდელი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები, მაგრამ როდესაც საშობაო სიმღერა მოპარეს და გამოაქვეყნეს მისი ნებართვის გარეშე და მაშინ ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო საავტორო უფლებების კანონები, მას უჩივლია სასამართლოში და იქ ძალიან შეწუხებული ყოფილა ამით, იმიტომ რომ ის თურმე ამბობდა, რომ საერთოდ რა უქნესო გააპარტახესო ეს ტექსტიო, შეურაცხყოფილი ვარო იმითიო, რაც დაამართეს ამ ტექსტსო, ამათო და იქ ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მიიწერა ამისი ავტორობა და ეს თურმე ესე ამბობდნენ reoriginated, ესეთ კი არ მოვიპარეთო, ანუ reoriginated გავაკეთო, ანუ ახლიდან შევქმენითო ეს ისტორიაო და იქ ყოფილა ესეთი პიროვნება, სახელად ჰენრი ჰევიტი, რომელიც ესე თავხედურად
თურმე სასამართლოზე ამბობდა რომ რას ლაპარაკობ პირიქითო გავაკეთილ შობილეო მეო ეგ ტექსტიო და რაღაცებიო ის უაზრობები ეწერაო მაგასო იქო მეო უფრო მეტათო ამაღლებულად დავწერეო და უფრო გავაუმჯობესეო მისი ტექსტებიო ესე იგი 100 თავხედე რა დონეზე არის არ ვიცი იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ჩემი შტაბეჭილებით რო გითხრა და ამაში არნაირად არ ვიქნები მე მგონი რაღაცნაირად კონტროვერსიული და ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა ის რომ აღფრთოვანებული ვიყავი როდესაც ვკითხულობდი ამ ტექსტს და განსაკუთრებით აი ეს სინემატიკურობა რომელიც აქვს დიკენს და სხვათა შორის ამ როდესაც ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიებს ამ თემაზე იქ მათ შორის ვნახე სერგეი ეიზენშტეინის ესე რომელშიც ის წერს იმაზე თუ ფაქტობრივად როგორი სინემატოგრაფიული არის თავისი თხრობით, თავისი პერსონაჟებით, თავისი სტილით, თავისი ექსპოზიციით დიკენსი და მაგალითად აი სცენები, როდესაც სკრუჯი და მოჩვენებები ლონდონში დადიან, აღწერს ხალხს, იქ მოქმედებას, თვითონ ქუჩებს, ყველაფერს, ხო? ძალიან, ესე იგი, თან რაღაცნაირად ხო დეტალური აღწერები არის ეს და გარდა ამისა, არამოსაწყენი აღწერები არის. გესმით და აი ეს ტიპი მაგალითად ჯეიმს ჰიუიტი რომელმაც მოიპარა დიკენსის ეს ტექსტი თავხედურად ამბობს რომ მაგასო კაცო რაღაცა უაზრობები ეწერა იქო მოსაწყენი იყო მაგისი აღწერებიო და მეო უფრო შევამოკლეო და უფრო ესეთი სხარტი გავხადეო ნაგლი ბიჭო თავხედი ჯეიმს ჰიუიტს თავი დავანებოთ იქ მაგალითად ეს მისი ვერსია re-originated ვერსია ამბისა ჩვენამდე არ არის მოღწეული თურმე მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არის და ისიც დაცული არის რაღაც ბიბლიოთეკაში და 50,000 ასლი გამოუციათ მაშინ ტირაჟი ვერ მოაღწია ჩვენამდე და სხვათა შორის აი როდესაც ეიზენშტეინის ამ ესეს ვკითხულობდი ზუსტად აი ეგარი რაც შთაბეჭდილებაც გრჩება დიკენსის აი ამ აღწერებისგან და თხრობის სტილისგან. ჯერტი ანუ ეს ექსპოზიცია მართლაც საოცარი არის ამაზე მეც მივაქცია ყურადღება იმიტომ რომ აი რაღაცა როდესაც სცენარის წერაზე არის ხოლმე და თანამედროვე ქართულ ფილმებშიც მაგალითად და სერიალებშიც ხშირად არის ხოლმე ამისი პრობლემა ანუ ექსპოზიციის მაგალითად როდესაც ორი პერსონაჟი ერთმანეთს ელაპარაკება რაღაცაზე და ამ ორივე მიციან ეს ინფორმაცია, მაგრამ ამას იმიტომ ლაპარაკობენ ერთმანეთში, რომ გაიგოს მაყურებელმა. და ეს არის ცუდი ექსპოზიცია. ხო, აი მაგალითისთვის ესეთი დიალოგი რო წარმოვიდგინოთ, რომ ის რა ქვია, შენ გუშინ იყიდე, ხო, ეგ მანქანა და ეს მეორე პერსონაჟი პასუხობს, ხო, გუშინ ვიყიდე, ეგ მანქანა, მე ჩემი წითელი მანქანა გუშინ ვიყიდე. ეგ წითელი მანქანა მაშინ იყიდე, ხო, გუშინ ერთად რო ვიყავით მანქანების ბაზრობაზე. ხო, ანუ აი ესეთი ცუდი ექსპოზიციის დიალოგები სამწუხაროდ ხშირად გვხვდება ხოლმე არა მარტო ქართულში, მაგრამ ქართულ სერიალებსა და ფილმებშიც ძალიან ხშირად არის. ხო და ამას თავისი ხერხები აქვს, კარგი ექსპოზიცია როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აი დიკენს მაგალითად ეს თემა აქვს საოცრად. გაკეთებული თუ დაწერილი, იმიტომ რომ აი მაგალითისთვის ამ თემამ ჩემი ყურადღება მიიქცია, როდესაც ის თავის დისშვილის წვეულებაზე მიჰყავს აწმყოს აჩრდილს და იქ ჩვენ შევდივართ იმ მომენტში, როდესაც ფრედს უკვე მოყოლილი აქვს რაღაცა ამბავი, აი წინარე ამბავი და ბიძამისთან შეხვედრისა და შუიდან იწყებს თითქმის რა, რომ ანუ როდესაც ამბობს, რომ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ფუ რა სისულელე არისო, შობაო რა და მაქედან აგრძელებს ამბის მოთხრობას. ანუ ყველაფერს რაც მანამდე ჩვენ ვნახეთ, ახლიდან აღარ გვიყვება, არამედ ის გვიყვება იმ მომენტს აგვიწერს დიკენსი ისე როგორც ეს პერსონაჟი მოუყვებოდა სხვა იქ შეკრებილ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ იმათ არიციან არაფერი თან რა. და თან როგორი სიტუაცია იცი, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ძალიან შთამბეჭდავი არის, მაგალითად ის ოსტატობა მწერლური ამ შემთხვევაში, რომ ესე იგი, რამდენად თვითმყოფადი არის ის პერსონაჟი როგორც მთხრობელი. იმიტომ რომ იმ პერსონაჟმა არ იცის, რომ სკრუჯი იქ არის და მოჩვენებასთან ერთად უყურებს და უსმენს მას. ამიტომ
მან გულწრფელად და თვითმყოფად ისე უნდა მოყვეს ეს ამბავი, რომ არც აი ეს რაც მწერალმა იცის, ის არ იცის პერსონაჟმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა და ძალიან ხშირად დავიწყდებათ ხოლმე ეს სცენარისტებსაც და მწერლებსაც, რომ რაც იცი შენ, როგორც მწერალმა, ან რაღაც მომენტში როგორც მკითხველმა, ის არ იცის იმ პერსონაჟმა, რომელსაც უყურებ ან რომელსაც усმენ. და აი ეს თვითმყოფადობა ძალიან მაგრათა აქვს დაცული დიკენს და აი ეს ძალიან შთამბეჭდავი ოსტატობა არის როგორც ესეთი, თან იმ ხრივ რომ ის ხო რაღაც ინოვატორი არის ამ იმ დროს რა თქმა უნდა ლიტერატურა მდიდარი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ინოვაცია არის, ხო? თხრობის სტილი თუ ყველაფერი ეს, რასაც იგივე თუნდაც ექსპოზიცია ან პერსონაჟები და ასე შემდეგ. ხო და შესაბამისად, აი ეს ყველაფერი, ან ჩემი აზრით დიკენსი არის მწერალი, ის მწერალი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც უნდა რომ იყოს მწერალი. იმიტომ რომ ეს არის კარგი მასწავლებელი იმისა, თუ როგორ უნდა წერო ზუსტადაც აი ეს ექსპოზიცია და დამკვირვებელი თვალი და თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად დიკენს როგორც მთხრობელს და არა როგორც დამკვირვებელს, როგორც მთხრობელს დარღვეული აქვს რაღაც მომენტებში ზღვარი მასსა და მკითხველს შორის, იმიტომ რომ ის ხშირად მოგუმართავს ჩვენ რაღაცა კომენტარს აკეთებს, მაგალითად გვეუბნება, რომ ეს თუ ეხა საუკეთესო აღწერა არ არის, მაშინ მითხარით, აბა როგორ აღწერო და აღწერე, რაღაცა ეგ თან რაღაცა ეს გვეჩხუბება, თან რაღაცა გვეხუმრება, რაღაცა კომენტარს აკეთებს, გვეურთიერთება. ამ ყველაფრის ერთობლიობა ის რომ როგორც მწერალი და მთხრობელი გეურთიერთება მკითხველს ეს ერთი და ამავე პერიოდში მას ყავს ის აღგვიწერს ადამიანს, რომელიც უყურებს და უსმენს სხვა ადამიანს, რომელიც მასზე ლაპარაკობს და აი ეს ფენები საერთოდ არ აქვს დარღვეული. და შესაბამისად არის ამ ხრივ ძალიან გამორჩეული და ოსტატი მთხრობელი, რაც ეხა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში რაღაცა ისე მგონია რომ ცოტა ზედმეტის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს, როდესაც ესე ვაფასებ, იმიტომ რომ მგონია რომ ისეთი მწერალი არის და ისეთი პიროვნება არის ლიტერატურული ჩარლზ დიკენსი, რომ ჩემი ესეთი შეფასება არ ჭირდება არანაირად და ცოტა რაღაცნაირად მეხამუშება მასზე ესე რომ ლაპარაკობ, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ ჩემს აღფრთოვანებას გიზიარებთ ამ შემთხვევაში მის შესახებ. ხო და სხვათა შორის გარდა იმისა, რომ ეს ტიპი გვეუბნება, რომ მეო იქ აღწერები ამოვაკელიო რაღაცები, იმიტომ რომ მაგ რაღაცებს უაზრობებს წერდაო, თურმე აი ეს მთხრობელის ურთიერთობა მკითხველთან ეს მომენტებიც ამოუღია, როდესაც ახლიდან შექმნა დიკენსის ეს ნაწარმოები, ანუ საშობაო სიმღერა ამ ჯეიმს ჰიუიტმა. მოკლედ, ესე იგი, სრულიად თავხედი ადამიანი, რომელზეც გავბრაზდი. აი ის მომენტები, როდესაც ლონდონის ქუჩებში დადიან და აღწერს იქ რაოდენ დიდი ბედნიერება არის ამ ხალხში და ხალხს ხო ცალკე აღწერს ეს ერთი, მაგრამ გარემოს და ემოციებს, აი ამ ყველაფრის ერთობლიობას, როგორც გადმოსცემს, აი ზუსტადაც ეგ არის, რომ ხედავ, იქ ხარ. სინემატიკური არის მართლაც მთელი მისი თხრობის აი ეს სტილი, არ ვიცი, აი აღფრთოვანებული ვარ ამ ნაწარმოებით, აუცილებლად გირჩევთ, რომ თუ ინგლისურად არა გაქვთ წაკითხული და ინგლისურს ფლობთ იმ დონეზე, რომ არ არის რთული ტექსტი, შესაბამისად რაღაცა ზოგადად კარგ თუ ფლობს რაღაც საშუალო დონეზე, ჩემი აზრით, კარგად გასაგები ტექსტი არის, არანაირად არ გაუჭირდება, ჩემი აზრით, საშუალო დონის მცოდნეს ამ ინგლისური ენისას. ამის წაკითხვა და აუცილებლად წაიკითხეთ ინგლისურად, იმიტომ რომ არის ფანტასტიკური თხრობა, ყველაფერი, აი თელი ენა, ლიტერატურული ხერხები, რომელსაც ის იყენებს და ეს აღწერა არის რაღაცა შესანიშნავი, რომელზეც შეიძლება რომ არ ვიცი საათობით ვილაპარაკო, უბრალოდ რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ცოტა მართლა რაღაც მეთაკილება, რომ თითქოს რაში ჭირდება. ეხლა დიკენს ჩემი ქებადიდება, მაგრამ მაინც ჩემი მხრიდან რაღაცნაირად დავაფასებ და გაგიზიარებთ იმას, თუ როგორი აღფრთოვანებული ვარ მისით. და ხო, თუ თავისთავად ეხლა როგორ ზოგადად ამ ნაწარმოებზე რომ ვისაუბროთ, ესეც
დრამატურგიულად და სხვა ფანტასტიკურად გამართული არის და სხვათა შორის რაც შეეხება აი სტრუქტურას დაახლოებით 2 თვის წინ ვკითხულობდი ედგარ პოს ესეს იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვწეროთ და მათ შორის ის გვიყვება თავის ტექნიკის შესახებ ლექსების ტექნიკის წერის ტექნიკის შესახებ და იქ არის ნახსენები წერილი ჩარლზ დიკენსისგან როდესაც ის თავის აღფრთოვანებას გამოხატავს უილიამ გოდუინის კეილ უილიამსის სტრუქტურასთან დაკავშირებით და იქ წერს რომ გოდუინმა უკუღმა დაწერაო ეს ნაწარმოებიო ის რომ მაგალითად ედგარ პო წერდა იმაზე თუ როგორ უნდა წეროთ და სტრუქტურები და ამ შემთხვევაში დიკენსიც მაგალითად კეილ უილიამს აკვირდებოდა და იკვლევდა იმას თუ სტრუქტურულად როგორ იყო დაწერილი ესეც რაღაცნაირად მანიშნებს იმაზე რომ ეს კაცი რაღაცა მუშაობდა ამაზე რა აი ესეც აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს თემა რომ როდესაც მწერლობა გინდა ადამიანს რაღაცნაირად ის აუცილებლად არ უნდა გეგონოს ის რომ ეგრევე რაღაცა გენია გადმოდის შენზე და თავისთავად შეიძლება ის რომ მაგალითად აი დიკენსისნაირი გენიალური ადამიანი დაჯდება და მაგალითად გამოიკვლევს თუ როგორ იწერება რაღაცა სტრუქტურა, როგორ დაწეროს რაღაცა ნაწარმოები დრამატურგიულად, როგორ ააწყოს და ამის შედეგად მოქმედებს და სხვათა შორის იგივეს წერს ედგარ ალან პოც თავის ესეში, იქ ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ იქ პოეტებიო გეტყვიანო, რომ უცებ რაღაცა მოუვათო თავშიო და თავის მხრევ და არ არისო ეგო მართალიო, იქ ყველაფერიო შეიძლება რომ დაწერო, წესებს გაყვეო და ისე დაწერო ლექსიცო და მე გვიყვება თავისი ტექნიკის და პროცესის შესახებ ამ ესეში. ხო და მოკლედ სტრუქტურულადაც დიკენსის საშობაო სიმღერა არის აწყობილი, აწყობილი რა, ესე ვთქვათ, ესე იგი წყობა დრამატურგიული აქვს ფანტასტიკური. თავიდან ვიწყებთ მაგალითად იმით, რომ გვაცნობს ის სკრუჯს, ვიგებთ ვინ არის, მისი პიროვნული თვისებები, იქ ჯერ ერთი ეს შესანიშნავად აქ აღწერილი მისი სიძუნწის მომენტები, ხო, მაგალითად იქ როდესაც ზის თავის ოთახში, იქ თავის კომპანიაში და გვეუბნება აღვიწერს რომ ხანდახან თვალს გააპარებს თავისი კლერკისკენ, რომელიც სანთელზე თბება. იმიტომ რომ ეს არ აძლევს იმის უფლებას, რომ მეტი ნახშირი დაამატოს ბუხარში და თვითონაც ბჟუტავი ცეცხლი უნთია და ნახშირის ყუთი უდევს თავისთან ოთახში, რომ იმან არ გაბედოს და არ დაანთოს ეს და რაღაცა ის თავის იმაში არის, რაღაც ბუზული ზის და ისე ითვლის რაღაცებს და მე მაგალითად როდესაც სკრუჯი მიდის თავის სახში, იქ აქვს მაგალითად აი ესეთი მომენტი მოვინიშნე ეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო დახასიათება, უპატარავესი ფრაზა არის და იქ ამბობს იქ უწერია ეგეთი მაგალითად რაღაცა რომ darkness is cheap and Scrooge liked it. ანუ ჩაბნელი ერთი სანთლით მოძრაობს რა თავისთან სახში რომ მივა, სიბნელე იაფია და Scrooge-ს მოსწონდა. თავისთავად ეხა ის რომ შუქი ჩაავაქროთ და რაღაცა ეს ჩვენც გამჯდარი გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ეხა ეხლაც და 90-იანებშიც ესეთი თემა იყო ხო რომ შუქს ნუ დატოვებ, იმიტომ რომ ბევრს წერს და ყველა ოთახი გაბდღვიალებული ნუ გაქვს, მაგრამ ეს გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ გვინდოდა რომ ბევრი ფული გადაგვიხადა, იმიტომ რომ ისედაც გვიჭირდა და რაღაც თქვა კაპიკ-კაპიკ ზიადებდა ოჯახი იმისთვის რომ რაღაც გადასახადები გადაეხადა. მაგრამ სკრუჯის შემთხვევაში ეს არის სიძუნწიდან გამომდინარე სიბნელეში, ხო, იმიტომ რომ იქ მაგალითად შემდეგ უკვე მისი დისშვილი, როდესაც მასთან აწმყოს აჩრდილთან ერთად მიდის, იქ ამბობს რომ რაში არ გიაო ეს სიმდიდრეო, არ თვითონ იყელებსო და არც სხვას ეხმარება და არც სხვას არ გია რამეში მისი ეს სიმდიდრეო და ასევე მანამდე ვიდრე მასთან მარლის აჩრდილი მივა, იქ ჩვენ ხედავთ რომ რა სჭამს იქ რაღაცა ფაფას, რაღაცა საშინელებას, წყალწყალას და ანუ ის რომ შობა არის და თქვა გავიგეთ რომ მას შეიძლება თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და რაღაცა არაპოზიტიური ტიპი არის და რაღაცა ჯიჯღინა მასტია, მაგრამ ის ხო შეიძლება რომ თქვა რაღაცა ნორმალური ჭამოს, საჭმელი ქონდეს ნორმალური, თუნდაც თავისთვის და არა, ხო, ანუ არის ძუნწი ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ისეთი ტიპები, რომლებიც განცხრობაში ცხოვრობენ და ყველაფერი თვითონ და ყველაფერს თავისი სიამოვნებისთვის აკეთებენ და სკრუჯი არის ეს ტიპი, რომელიც თან უკვე ასაკში არის. არც გათბობა უნდა, არც საჭმელი უნდა, არც სანთლის ანთება უნდა, არც გაზის ლამპის ანთება უნდა, არაფერი, ანუ რას ჯანდაბათ უნდა ეს. შეიძლება რაღაც მომენტში გავახსენდეს კაჟა ბულავა დათათუთაშხიედან, რომელიც სახორეში ცხოვრობს, ფაქტობრივად
მიუხედავად იმისა, რომ მილიონი აქვს გასესხებული და დიდარი ადამიანი არის, როგორც ესეთი, ხო? ხო და აი და იგივე ტიპის პერსონაჟი არის სკრუჯი, ვიდრე მასთან მივლენ ეს მოჩვენებები და სხვათა შორის რამდენიმე ეკრანიზაცია ვნახე მე, როდესაც წავიკითხე ეს და იქ 1-2-ში არის ესეთი მომენტი, რომ სკრუჯი თავიდან ცოტა ჭირვეულობს რა და ეგრევე არ ცდილობს რომ გამოსწორდეს და დაინახოს თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ აი ნაწარმოებში ეს ცოტა სხვანაირად არის, ის ეგრევე სხვანაირად განეწყობა, იმიტომ რომ პირველი აჩრდილი მას წაიყვანს ბავშვობაში და იქ სხვანაირი ტიპი ხდება ეგრევე რაღაცა ნოსტალგია და ეს სითბო თავისი მოგონებებისა მაშინვე პოზიტიურად განაწყობს ამ ყველაფრის მიმართ და თითქოს აი ეს ცივი ადამიანი რომელიც აღწერილი ყავს მანამდე ის ამბობს რომ დიკენს უწერია რომ ეს ისეთი ტიპი იყო რომელსაც არაფერი არ ათმობდა და შესაბამისად იმდენად ცივი იყო რომ სიცივეც კი ვერაფერს ვერ აკლებდა ხო ანუ აი არციო და იმიტომ რომ ისედაც ცივი იყო რა ესეთი მასტი იყო მაგრამ აი როგორც კი გადადის უკვე ბავშვობაში ამ აჩრდილთან ერთად იქ ჩვენ ვხედავთ რომ სხვანაირი ხდება და უკვე როდესაც თავიდან ეს აჩრდილი ცოტა პოზიტიური არის რაღაცა და მე უცებ თავისივე სიტყვებით როდესაც მაგალითად ფიზვიგთან არის кейპი და იქ ჩვენ ხედავთ რომ თავის კლერკს როგორ ეწუწუნა თავიდან აი ეს დრამატურგიული კავშირიც ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის რომ იქ ჩვენ ხედავთ რომ მას არ უნდა რომ თავის კლერკს მისცეს დაცვენების დღე იმიტომ რომ მე ამაში ფული უნდა გადაუხადოს ისედაც და ამბობს რომ თუნდაცო ერთი წელიწადში ერთი დღე რო არისო 25 დეკემბერშო და მეო ამ ფულს მახდევინებო ხელფას მახდევინებო ესო ძარცვა არისო ადამიანისო და ჩვენ მე ვხედავთ იქ რომ როდესაც ახალგაზრდობაში შეგირდად არის მისტერ ფიზვიგთან ის როგორი გახარებულია, როდესაც ის ფიზიოლოგი ეტყვის, რომ აბა, всё, დავიხურეთ ეხა და გაათავისუფლდეს ყველაფერი და მოდი ეხა ვიზეიმოთ და გავიხაროთ შობის დღესასწაულით. და როდესაც მე უკვე აჩრდილი ეუბნება ამაზე, რომ რა არის ეხა ეს აუხარიათ ამ ხალხს, რა ეს სულელი არის ეს 1-2 გირვანკა დახარჯაო ამ კაცმაო და ამათაც უხარიათ რა შტერი ხალხი არის და ამაზე შეეწინააღმდეგება სკრუჯი ეგრევე ეტყვის რომ შეიძლება 1-2 გირვანკა დახარჯაო მაგრამ შეუფასებელი იყო ის სიხარული და ის სიყვარული და ბედნიერება რომელსაც ეს კაცი გვანიჭებდაო თავისი აი ამ ზრუნვითო უკვე აი ამ დროს და მანამდეც ცოტა მანამდეც ჩვენ ვხედავთ რომ ის ნანობს იმას რომ თქვა მანამდე იქ შობის მომღერალ ბავშვებს ეჩხუბა და გააგდო სახაზავი მოუღერა თუ რაღაცა იქ მე ფიქრობს რომ ზუსტად ამ მომენტში რომ ჩემს კლერკს რატომ ეჩხუბე და ეხნეტა მისთვისაც რაღაცა ცოტა სხვანაირად მოუქცეულიყავი მას და მე ჩვენ ვიცით რომ უკვე დასასრულს ის გაუორმაგებს და ხელფას და იქ ესეთი სასწავლო მომენტი არის რაც სხვათა შორის ძალიან იუმორი აქვს ფანტასტიკური დიკენს როდესაც ეუბნება რომ გაგიორმაგებო ეხლა მეო შენო ხელფასო უკან რამდენიმე ნაბის გადმოდგავს და დიკენსი წერს რომ მე ამის გაგონებაზე უკინაღამო შემბოჭავი პერანგი ჩააცვაო იმიტომ რომ ეგონა რომ ჭუიდან გადავიდაო სკრუჯიო ხო და მოკლედ აი ეს მთელი ეს მისი და ჩვენ ვხედავთ რომ ის მაშინვე იწყებს უკვე ტრანსფორმაციას და ძალიან განიცდის ყველაფერს ასაც ის ხედავს და მაშინვე ხვდება თუ როგორ ადამიანად იქცა წლების განმავლობაში და თავისთავად ბოლოს უკვე როდესაც მომავლის აჩრდილს გადაყავს იმ პერიოდში როდესაც ის უკვე გარდაცვლილი არის იქ ხედავს რომ რამდენად არავის არ აინტერესებს ის მისის ესეთი აი შესანიშნავი მომენტი აი დიალოგი ესე კარგად დაწერილი სინემატოგრაფიული სინემატიკური დიალოგი არის როდესაც ორი ბიზნესმენი ხვდება ერთმანეთს მაშინდელი და იქ დიკენსი წერს რომ სკრუჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ ესენი მას ყოველთვის უნდოდა რომ მათზე რაღაცა შთაბეჭდილება მოეხდია და ეს ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს იქ კითხავენ რომ გაიგეო რომ ის გარდაცვლილაო კიო გავიგეო რაღაცა და ეგრევე იტყვის რომ როგორც ცივაო დღესო აბაო და დაიშლებიან და ეს ვერ ხვდება რომ რატომ აჩვენეო საერთოდ რომ ეს გასაუბრებავო რა ჩემთანო რა შუაში არისო ესო და ნელ-ნელა ჩვენ გვაჩვენებს იქ რომ მაგალითად იქ რამდენად ფეხებზე კიდია აბსოლუტურად ყველას თუ ვიღაცას რამე ემოცია თუ ჰქონდაო ის მაინც მაჩვენეო ამ ადამიანის გარდაცვალებაზე და წაიყვანს ვიღაცა ნანობს იმას რომ ვერ მიუსწრო ცოცხალს რომ ეთხოვა ვალის გადავადება
და ამიტომ არის დამწუხრებული რომ ეხა ვის გადააბარებენ მის ვალსო არ ვიციო აი ერთადერთი ემოცია რომელიც მისი გარდაცვალების გამო გამოწვეული არის ეს ამას აჩვენებს მომავლის აჩრდილი და თავისთავად ზოგადად უკვე პოზიტიურ თავიდანვე პოზიტიური ტრანსფორმაციის გზაზე არის შემდგარი ებონიზერ სკრუჯი მაგრამ აი ეგ უკვე კულმინაცია არის და თავისთავად უკვე როდესაც ბრუნდება თავის დროებაში და აღმოაჩენს რომ შობის დილას გაეღვიზა და ეს ყველაფერი მოხდა ერთი ღამის განმავლობაში რადიკალურად იცვლება და უფრო მეტად ხდება იქ მიდის ვიღაც იქ ყიდულობს თავისი კლერკის და მისი ოჯახისთვის ინდაურს რომელიც ყველაზე დიდი ინდაური არის იქ მაგალითად ურემს დაიქირავებს რომ ეს მიიტანონ მის სახლამდე მერე თავის დისშულთან მიდის და იქ მასთან ერთად ატარებს და ამ თავისი კლერკის ოჯახზე იღებს პატრონაჟს და მის ბავშვს გამოჯამრთელებაში ეხმარება და ასე შემდეგ. ხო და ნუ მოკლედ აი ეს მთელი ეს დიდაქტიკური სასწავლებელი ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ მაშინდელი მდიდარი ადამიანებისთვის შთაეგონებინა აი ამ სინემატიკურობით, აი ამ ემოციებით და ჩემი აზრით ალბათ გამოუვიდოთ. არ ვიცი, ამაზე აღარ წამიკითხავს, ალბათ იქნება რაღაცა კვლევები იმაზე და ნაშრომები თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა მაშინდელ ბიზნესმენებზე და რა გავლენა ჰქონდა, მაგრამ ნუ მე მგონია რომ ძალიან სერიოზული შთაბეჭდილება იქნებოდა, იმიტომ რომ თავისთავად ეხა როგორც ჩვენ ვიცით ხო რაღაცა კინოს ვუყურებთ, წიგნს წავიკითხავთ, სერიალს ვნახავთ და ამას რაღაცა ემოციური გავლენა აქვს ჩვენზე და მე ვცდილობთ რომ რაღაცა რაც ჩვენ გვაწუხებს ამ ყველაფერში დავინახოთ და ცოტა სხვანაირად წავმართოთ ხოლმე. და შესაბამისად თავისთავად მაშინაც იგივე ეფექტი ექნებოდა დიკენსის და მის აი ამ გენიალურ ნაწარმოებს, თხრობას, სინემატიკურობას და ასე შემდეგ. მოკლედ აი ესე მინდოდა ჩემი აღფრთოვანება და ამბები გამეზიარებინა ამ ნაწარმოებზე და აუცილებლად გირჩევთ რომ წაიკითხოთ, ან გადაიკითხოთ განსაკუთრებით ინგლისურად თან ლავარ ბარტონის მოთხრობილ აუდიო წიგნსაც მოусმინოთ, შესანიშნავად კითხულობს ამ წიგნს და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალ წელს.